აღმოჩნდა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარს არ უჭერებთ. თქვენ თუ უჭერთ მხარს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, როგორ ფიქრობთ, უნდა გამოიყენოს ევროკავშირმა სანქციების ეს ფორმა? ჩვენ არაერთხელ საუბრობთ, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი ხალხის იზოლირება და დასჯა არ მომხდარიყო ივანიშვილის ბანდის ქმედებების გამო. ამის შესახებ ჩვენ ქონდა მათ შორის ძალიან ინტენსიური შეხვედრები და ამ შეხვედრების შესახებ როცა საუბრობდნენ ჩვენი პარტიის ლიდერები, ვინც მართავდნენ ბოლო თვეების მანძილზე ამ შეხვედრებს, საუბრობდნენ, რომ ერთ-ერთი თემა იყო ის, რომ დიახაც ჩვენ მოვითხოვდით, რომ ქართველი ხალხი არ დაზარალებულიყო და არ მომხდარიყო უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამიტომაც ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია იყო ძალიან ცხადი და საჯარო და ეხლაც რა თქმა უნდა უცვლელი რჩება. ამ თემასთან დაკავშირებით კითხავს, ზოგადად როგორი მოლოდინი გაქვს და რამდენად აქვს ამას ობიექტური მიზეზები ამ მოლოდინის შეჩერებასთან დაკავშირებით? არა, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ძალიან მყაფილ გამოცხადეთ, რომ ჩვენ ამ თემაზე მათ შორის მუშაობდით, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ და რამდენად აქვს ამას, რასაც ფიქრობთ, რომ ხო, გასაგებია მაშინ. ხო, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი მოლოდინები ჩდება საზოგადოებაში, რაც ახლა ბუნებრივია ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც დიქტატურას ამყარებ ქვეყანაში და პირდაპირ ბრძოლას უცხადებ, როგორც რიტორიკის, ისე ქმედებების დონეზე ყველა დასავლელ პარტნიორს, ამ დროს რა თქმა უნდა ცხადია, რომ საფრთხე ემუქრება ყველა იმ ბმას და სიკეტეს, რომელიც გვაკავშირებს დასავლეთთან. ამას ხა პოზიტიური მოლოდინები ვერ გვექნება, თუმცა ძალიან კარგია, რომ ევროკავშირში საუბრობენ პირველ რიგში და აქცენტს აკეთებენ არა ქართველი ხალხის მათ შორის აი ამ ხრივ დასჯაზე, არამედ კონკრეტულად იმ ადამიანების დასჯაზე, რომლებიც წარმოადგენენ ნაწილს ივანიშვილის რეპრესიული აპარატის და მათთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რაც უფრო რა თქმა უნდა ადეკვატური გახლავთ. მოლოდინი სამწუხაროდ გვაქვს, იმიტომ რომ ივანიშვილის ბანდის ქმედებები არის როგორც განცხადებების დონეზე, ისე ქმედებების დონეზე ანტიდასავლური. და ამასთან მიმართებაში კიდევ ვთქვათ, რომ ახლა იყო საუბარი, რომ საქართველოს დაიწყებინა ვიზა ლიბერალიზაცია, ბოლო პერიოდში იყო ამბობდნენ, რომ თან ხდებოდნენ, როგორ ფიქრობთ, საბოლოო შეთანხმება ამ საკითხის მიმართ არის თუ არა უკვე ევროკავშირში? ჩემი ეხლა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მუდმივად ხონდა ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან საუბარი, მაგრამ რაც ჩანს და რაც ზედაპირზეა, ისინი უფრო მეტად განიხილავენ ოპციას, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ივანიშვილის ბანდასთან არიან დაკავშირებული და მის რეპრესიულ ქმედებებთან, მათ დასჯას ამ მიმართულებით უვიზო მიმოსვლის კუთხით თუნდაც და არა მთლიანად საზოგადოების და ქართველი ხალხის. ეს სწორი მიდგომა გახლავთ ჩვენი აზრით და სწორი, ასე ვთქვათ, არჩევანი. და ეს შესული რეგულაციების დონეზე დაიხმოს საკმარისი აღმოჩნდება, რომ დაწესდეს ვიზა ლიბერალიზაცია, როგორ ფიქრობთ საბოლოოდ? არ ვიცი, ზუსტად ხო ვერ გეტყვით. სხვა კითხვა? ანუ კარგი, საკონსტიტუციო არჩევნზე მივიდეთ ქართული ოცნების ნაციონალური მოძრაობის საკითხთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებთ რა მოლოდინი? ბოდიში გუშინ უნდა შეეტანეს და შეიტანეს? არა. მარტივად არის საქმე, ივანიშვილმა დაანონსა დიქტატურა და დიქტატურის დამყარებისთვის საჭიროა, რომ მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიები აღარ არსებობდეს. მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი არ არის, ამას ახლა არც ყობახიძე ერთადერთი პრემიერ-მინისტრი არ მალავდა და აცხადებდა, რომ 10-მდე პარტიაზეა საუბარი, ამიტომაც ახლა ჩვენ საუბრობთ არამხოლოდ თქვათ ათეულობით, ასეულობით ადამიანის პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე, არამედ 100,000-ობით მათივე დათვლით მინიმუმ და თუ მილიონზე მეტი არა ადამიანის აქტიური საარჩევნო ხმის შეზღუდვაზე, იმიტომ რომ ეს ხალხი ბოლო წლების მანძილზე ხარს უჭერდა დიახაც იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აკრძალვასაც აპირებენ, ამიტომაც უპრეცედენტოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ ნაბიჯთან გვაქვს საქმე, რომელიც ალბათ ქრესტომათიური მაგალითი იქნება დიქტატურის დამყარების, როდესაც მილიონზე მეტ მოქალაქეს შეუზღუდავენ აქტიური საარჩევნო ასე ვთქვათ უფლების გამოყენებას. დაემორჩილებით თუ არა ზოგადად გადაწყვეტილებას ამ არ ვიცი ხა როგორ გაუწეწინებულოთ? ხო. არა, გეგმა არის მარტივი, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, კონდეს კომუნიკაცია ხალხთან, გავმართოთ აქციები, იმიტომ რომ ხა ასე რომ ხა ივანიშვილი გამოვიდეს და აკრძალოს სუნთქვა ამ ქვეყანაში, ანუ აქამდე მივდივართ, რომ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს აუგზავნონ სუნთქას, იმიტომ რომ უგზავნენ არასწორ ორგანიზაციას, ქუჩაში გადაკვეტვას, ოპოზიციური პარტიის დაფუძნებას, ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემას და ამ ყველაფერს ხა თუ დავყაბულდით, მაშინ დიქტატურას დიახაც შობენ და განაპირობებენ მორჩილი ადამიანები უსიტყვოდ და ამას არ ვაპირებთ. წინააღმდეგობის პრობლემა. ნუ ამას ნახავთ, ეხლა ჯერ ადრეა საუბარი. კახარიების პარლამენტში შეხვედრასთან დაკავშირებითაც მაინტერესებს თქვენი შეფასება, ნახეთ გუშინდელი მათი განცხადება, რომ ისინი უკვე საპარლამენტო მანდატებსაც და საკრებულოებსაც აღიარებენ და ისე აპირებენ, ესე ამბობენ, რომ ეს იქნება მათი ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ბრძოლის ფორმა, როგორ შეაფასებთ?
ხო, გიორგი გახარია, გახლავთ ქრონიკული მოღალატე, რომელმაც უღალატა ჯერ ივანიშვილს, მერე უღალატა საპროტესტო ელექტორატს, მერე უღალატა ოპოზიციურ შეთანხმებას, უღალატა მეგონი თან ბოლო ოპოზიციურ პარტნიორსაც, ეგრეთ წოდებულსაც და საბოლოო ჯამში ეს კაცი ცდილობს თავის ეგრეთ წოდებულ გუნდთან ერთად რომ დაბრუნდეს ქოცურ წიაღში და ეხლა რამდენად დაბრუნდება ესეც ცალკე საკითხავი გახლავთ, თუმცა მისი განხილვა როგორც ოპოზიციური ძალის, რა თქმა უნდა, აღარ ხდება საპროტესტო ელექტორატის მიერ. აკადემიის კურსა. ამ შემთხვევაში შეკრებებისა და მანიფესტაციების ასე ვთქვათ კანონმდებლობის გამკაცრებასაც რომ შევახოთ, ნახეთ რომ აღნიშნული ასე ვთქვათ კანონმდებლობის გამკაცრების შემდგომაც და ახლაც მიმდინარეობს სწორედ დაკავებების სწორედ ადმინისტრაციული ასე ვთქვათ სამართალდაბოების ფაქტზე, თქვენ როგორ ეხმაურებით ასე ვთქვათ მიმდინარე პროცესებს, რას უკავშირებთ დაკავებებს, მათ შორის დაკავებულია ასევე ფორმულა ჟურნალისტი კეთე ციცქიშვილი, როგორ შეახსენებთ? დიქტატურის დამყარებისთვის საჭიროა რომ ხალხში პროტესტის მუხტის არსებობის შემთხვევაშიც კი ფაქტობრივად შეუძლებელი იყოს ტექნიკურად პროტესტის გამოხატვა. ამისთვის არის საჭირო რეპრესიული კანონმდებლობა და სტანდარტები, რომელიც არის არათუ დასავლური, არამედ პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი, იმიტომ რომ ქუჩის უბრალოდ გადაკეტვა და უბრალოდ აქციის გამართვა ითვალისწინებს მათ შორის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ამის გაკეთების მეორეჯერ ამის გაკეთების შემთხვევაში, რაც არის უპრეცედენტო, რა თქმა უნდა და არანაირი დასავლურ სტანდარტში არ ჯდება, ამიტომაც ეს არის კიდევ ერთი შემზღუდავი და რეპრესიული დიქტატორული კანონი, რომელიც შეიმუშავეს ოცნების შიგნით. მე ჩაგეკითხებ გუშინ ნახეთ რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ისევ ცდილობდა გზის გადაკეტვას, აი ამასთან ისმის მოწოდებები მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველისგან, რომ არ უნდა დაემორჩილონ კანონს. ჩვენ ასევე გვესმის სხვადასხვა ოპოზიციონერის მოწოდებები აი კანონის მიმართ დაუმორჩილებაზე. თუმცა ისინი ამ დროს აქ არ არიან ადგილზე და ვინ არის ასე წრეს პასუხისმგებელი? პასუხისმგებელი, ნახეთ. პასუხისმგებელი არის ივანიშვილი, იმიტომ რომ მან გადაწყვიტა, რომ მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს აუგრძელოს ყველანაირი უფლება. ეს ხალხი არ გახლავთ ანუ მართული ადამიანები, რაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პროპაგანდა მასე გამოიყვანოს, ამ ხალხს აქვს გააზრებული და შეგიძლიათ რუსთაველზე მიხვდეთ, გაესაუბროთ. ესენი არიან საკუთარ პროფესიებში წარმატებული, შემდგარი ადამიანები, რომელთაც არ სურთ დიქტატურაში ცხოვრება, ამიტომაც თვითონ გამოხატავენ პროტესტს. არც რომელიმე NGO-შნიკის დაძახებულზე არ მიდიან იქ და არც რომელიმე სხვა პოლიტიკური მოღვაწის თუნდაც ეს ხალხი გამოდის იმიტომ, რომ არ უნდა დიქტატურაში ცხოვრება. და როცა ქვეყანაში ყოველდღურად ხდება უსამართლობა, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ამ ქვეყნისთვის იყო, ასე ვთქვათ, დამახასიათებელი და სამწუხარო რეალობა, რომ ივანიშვილი ახერხებს და ყოველდღურად ჩადის უსამართლობას. ამ დროს ის ხალხი სად არის? აი თუნდაც ყოფილი სახალხო დამცველი ან ის ოპოზიციონერები, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც რუსთაველის აქციას გავდივარ ხოლმე, ხშირად ვხედავ ხოლმე, როგორც არასოციალურ სექტორის წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ასე ვთქვათ, NGO-ში არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ოპოზიციონერი და არც არავინ სხვა არ ჭირდება ამ ხალხს პროტესტისთვის. თვითონ სად არის? არ ვიცი, ნინო ლომჟარიას უნდა გითხოთ, მე რა ვიცი, ნინო ლომჟარია სად არის, რომელიც ჩემი მეგობარია. ოპოზიციონერები, ანუ მოუწოდებენ იმ ხალხს, რომ გზა გადაკეთდეს. ნინო ლომჟარია სად არის, მართლა არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ ახლა, სხვა კითხვა გავიგე. კახარიას პარტიის წარმომადგენელი არის სოფო ხორბულანება, რომელმაც განაცხადა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი 8% არის ლეგიტიმური და დანარჩენი არაო. თქვენც ასე ფიქრობთ, თუ ეს უბრალოდ უსუსური მცდელობა თავის მართლების პარლამენტში? რა ურათქვა? მხოლოდ ჩვენი 8% არის ლეგიტიმურიო, დანარჩენი არაო. არჩევნებზე მიღებული. დანარჩენში რას გულისხმობს, მაგას ვერ მოხდეს. რას გულისხმობს? დანარჩენი ალბათ ვინც აიღო. სხვების? ხო. მაგრამ ჩვენი 8%-ია ლეგიტიმური. არ ვიცი, ეხა ხო ну კიდევ ერთხელ ვიმეორებ სერიოზულად ამ ხალხის კომენტარს არავინ აღარ აღიქვამს დარწმუნებული ვარ სხვათა შორის არც იქით ამხარეს და არც ახეთ ამხარეს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქმე გვაქვს ქრონიკულად მოღალატე გუნდთან რომელმაც ჯერ უღალატა ივანიშვილს მერე უღალატა ოპოზიციურ შეთანხმებას უღალატა საპროტესტო ელექტორატს და ეხლა ცდილობს რომ ქოცურ წიაღს დაუბრუნდეს თუმცა რამდენად დაუბრუნდება ეს ალკე საკითხავია და ეხლა ის არგუმენტები რომელთაც ამ ყველაფერს ისინი ბჭყალებში აპრავებენ არის რა თქმა უნდა არასერიოზული აბსოლუტურად ყველასთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს რეალური ეკონომიკა 1.2025 წლებში ჯამში 18% გაიზარდა. მოდის გრძელვადიანი შეფასებით 2013-2030 წლებში ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო სამეურშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. რამდენად სანდუა თქვენთვის ეს მონაცემები სავალუტო ფონდის ენდობით თუ არა? ხო, არა, ეს რა გარკვეულ ინდექსებში რომელსაც ვსაუბრობთ ხოლმე, ამის გამპრობებელი მიზეზი გახლავთ მათ შორის ის
მილიონობით და ასეულობით მილიონი დოლარი, რომელზეც საუბრობთ, რომლებიც შავი ფულის სახით ტრიალებენ ქართულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების, პარალელური ექსპორტის და აი ამ შავი სქემების შედეგად და რომლის დამამტკიცებელი საბუთებიც ვიხილეთ თვითონ ივანიშვილის მხრიდან, ხო? კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე მართავდნენ ამ ქვეყანას, მხილებული იქნენ მათ შორის კორუფციაში, იმ კორუფციაში, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, არც ბოდიში გაქვთ ალბათ თქვენც და ყველას მოსახდელი, ვინც ჩვენ აი ამ გავრცელებულ ინფორმაციებს არასანდოდ მიიჩნევდით, როდესაც ჩვენ ამის შესახებ საუბრობდით ხოლმე და ნუ სამწუხაროდ თქვენი მხრიდან გულისხმობ სამთავრობო პროპაგანდას ვიყავით დარტყმის ობიექტი, თითქოს და ცილისწამების გამო, თუმცა სინამდვილეში აღმოჩნდა რომ მართლები ვიყავით. ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე რას ფიქრობთ და მოლოდინები როგორია? ხო, ეკონომიკური მდგომარეობა ასეთია, მე ამას ფიქრობ, რომ ამ შავი ფულით, რომელიც თვითონ ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ არსებობს, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, მოხდა გარკვეული ეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდა, თუმცა ეს არის ხელოვნური კრიმინალური, ასე ვთქვათ, საქმიანობასთან დაკავშირებული და სამწუხაროდ გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას და სიკეთეს საქართველოს მოქალაქეებისთვის არ უდრის კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას, რომელიც ჩართულები არიან ამ დანაშაულებრივ სქემებში. გერმანიის ელჩის გაწევაზეც ვთქვათ, როგორც გაიწვიეს კონსულტაციებისთვის გერმანიის ელჩი, როგორ შეაფასებდით, ვიცით რომ თავრობის სახელმწიფო წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაუშვებელი არის, როცა პოლიტიკურ იმის მაგილოთ, რომ ელჩებმა რაღაც ურთიერთობები დაალაგოს, თითქოს ძაბავენ ისინი. შორის ურთიერთობებს როგორ შეაფასებთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფიშერთან? ხო, არ ვიცი, ხა ბატონ ფიშერთან დაკავშირებით ეს არის დარღვევა ყველანაირი დიპლომატიური ეტიკეტის, არ ვიცი, ქართული სტუმართმოყვარეობის მათ შორის აი ამ ისტორიული ტრადიციებისაც, იმიტომ რომ ამ ადამიანს მიმართ იყო ორკესტრირებული შეტევა, ტიტუშკაც კი მიუგზავნეს, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თითქოს და ვინმეს ბრალი არის ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან ამ ურთიერთობის დაძაბვა არის უბრალოდ არასერიოზული, იმიტომ რომ ამ ადამიანის მიმართ ერთი მართლა ფიზიკური ძალადობის ქვეყნი არ ყოფილა და ერთი გედედეს თანამშრომლები არ მიუგზავნიათ ამ კაცისთვის, თორე დანარჩენი ყველაფერი გამოცადა საკუთარ თავზე ბატონმა ფიშერმა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდგომ ძალიან ადეკვატური და ბუნებრივია და აქამდე რო არ მოხდა, ალბათ ეგ იყო უფრო გასაკვირი, რომ კონსულტაციებისთვის მოხდა მისი დაბარება და გაწვევა დროებით. მორჩა. გადავიდეთ კადრებში. კიდევ განაცხადა? ეხა ეს 12 კაცი შევიდა. რამდენი კაცი შევიდა? 12 კაცი განცხადება. და ვისაც უწევდა ყველა შედის? თუ არის ცნობილი, თუ იცით? მე მგონი ეს 12 ვინც თავიდან იყო. ეგენია და შემდეგ ხო, და ის იმ 12 და ყველა თანახმაა, მაგას ვამბობ. ერთია თანახმა მგონი და ჩემი არ ვიცი. მე მეკითხებოდა რომ ეს ერთი კაცი იყო 12 სახეში და არ ვიცი. ანუ შეიძლება სხვაებმა არა, ერთი მაგალითად ჩარაშიძე თანახმა ვიცით გუშინვისაც. სხვაებს თანახმა იქნებიან ალბათ, რა ვიცი. ხო, და უშედგენილი იყო. ის და ვიკა ფილფანი? ხო, ეგ არ არის თანახმა. რეალურად რუსია შეთანხმება. ჟურნალისტები თქვენი საუბრის კადრები არ მინდა. ხო, არა, ექსია იცი რა არის, ანუ 12 კაცი ვინ შევა, მე ვფიქრობ, რომ ბოლო დროს რიტორიკა ისეთი ქონდათ, რომ ყველა შევა, თავის დროზე ქონდათ ისეთი, რომ ვითომ ზოგიერთს განსხვავდებოდა, მაგრამ ვისაც ეგეთ განსხვავებული არა, ხო და თან ვისაც რიტორიკა განსხვავებული ქონდა, ისინი თვითონ წავიდნენ, მეგონი, ეს ქიტიშვილი იყო ყველაზე განსხვავებული მაგ შემთხვევაში რიტორიკით და ის აღარ არის კიდევ, რა ვიცი, ერთი კაცი იყო, ის აღარ არის და დანარჩენი ვინც დარჩნენ, ალბათ იზიარებენ ყველაფერს. როგორ? ხო, აკუბარიც. Facebook მიმართვა ხონდა რომ სწორედ ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი მე რო წამოვიდი ახალებიდან რომ მაგ სახეზე ვერ თანხმდება. არა, იცი რა ადეკვატური, იმიტომ რომ ეს ხალხი მართლა თავისი რიტორიკით როგორ თქვენი ძახით, ანუ ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომ არავისთვის აღარ არიან მისაღები, იმიტომ რომ აი რომელ ელექტროაზე უნდა ქონდეთ გასვლა, ეხლა კოცებს ისედაც არ მოწონთ და ასედაც არ მოწონთ და მაინც კოცებს მიცემენ ხმას ბოლო-ბოლო ესე რო თქვა უხეშად და აქეთ მხარე საპროტესტო ელექტროატისთვის ღალატ წარმოადგენდა ეგ ამბავი და გაუგებარი არის აბსოლუტურად ყველასთვის და მაგიტომ ამბობ, რომ საბოლოო ჯამში ისე დაიზიანეს თავი, რომ ვერ ხედავ, რომ პოლიტიკური პერსპექტივა გქონდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კაცო, ისე მიდის მდგომარეობა რთულია, რომ პროგნოზირება გააკეთო რამის, მაგრამ მაგათთვის ყველა შემთხვევაში რთული იქნება რა, კარგ შემთხვევაში და ცუდ შემთხვევაში. ხო, ну, ალბათ ერთ-ერთი გათვლა ისე რომ არ აგზავნოს საკონსტიტუციო შეიძლება, მაგრამ მეგონი მაინც აგზავნებენ. ხო, და ეგ მაგარია ესე ხდება. არა, იმიტომ რომ მეგონი ხო დაანონსეს რომ გახარეთ საგზავნოთ. თვითონ სახელმწიფოებრივად მოიაზრება, ხო? ლელოსაც, ხო. ეგ იქნება ბედის ირონია თუ მოხდება მაგათი აკრძალვა. მე ვუსმენი რაღაც გუშინს
მაგ თემაზე კითხვა იყო, რომელიღაც არხზე არ მახსოვს კალიდრაზე და ხო, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ აკრძალოს, სადაც გახარიაზე წამოვიდა ის ტერიტორიის დაკარგვის თემაო და გახარია მაგით წავიდაო. ხო, და კომისიაზეც დაიბარეს და ეს კომისიის მიზანი ხო იყო, რომ ეგეთი ხალხის ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ გამოუშვეს არჩევნებისთვის და ეგ ამბავიც ხო, მარტო პროტექში დაუკავშირეს, რომ იმათაც შეიძლება მოუწეს, რომ იმიტომ რომ მიშას დროს ხო, მაგრამ თუ აკრძალეს, აი მაგალითად თუ აკრძალეს და პარლამენტში ხარ შესული, იმ ხალხს რა ემართება? ისინი ხო იგზალებიან წესით. ანუ ვეღარ იქნებიან პარლამენტში. აი ინდივიდებზე თუ გავრცელდა ეგ არის. ინდივიდუალურად რომ მიუდგეთ ყველას. და არა პარტიას რო გძალავენ, მე ინდივიდს რო გძალავენ, ეგ არის. ხო, არა, იცი რატომ, იმიტომ ის კაცი იქ რო იქნება პარლამენტში, ხო იმ პარტიის წარმომადგენლად იქნება. და იმ პარტია თუ აიგზავნება, ანუ მაგის წარმომადგენლობაც უკანონოდ გამოდის.